ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თავისუფალი ვარდის აჩქარება იმ პლანეტის ზედაპირზე, რომლის რადიუსია 5000 კილომეტრი და მისი სიმკვრივე არის 2500 კილოგრამი მეტр კუბზე. თავისუფალი ვარდის აჩქარების გამოსაცვლელად ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი ფორმულა, რომელიც არის დიდი G, რაც არის გრავიტაციული მუდმივა, ანუ 6.77 გამრავლებული 10^-11 ნიუტონი მეტ კვადრატი გაყოფილი კილოგრამ კვადრატზე. გამრავლებული პლანეტის მასაზე და გაყოფილი პლანეტის რადიუსის კვადრატზე, ანუ Gm გაყოფილი r კვადრატზე. რაც შეეხება პლანეტის მასას, ეს არის მისი სიმკვრივე, საშუალო სიმკვრივე გამრავლებული მოცულობაზე. ანუ რო გამრავლებული ვეზე. თუ წარმოვიდგეთ, რომ პლანეტას აქვს ბირთვის ფორმა, მაშინ მისი მოცულობა იქნება 4/3 πr კუბი და ამ პლანეტის მასა გამოვა რო გამრავლებული 4/3 πr კუბზე. ჩავსვათ ეს მასის გამოსახულება ამ ფორმულაში და ჩვენ დაგვრჩება G ჯერ 4/3 πr კუბ რო გაყოფილი r კვადრატზე. აქ რადიუსის კვადრატები შეიკვეცება და საბოლოო ფორმულა დაგვრჩება G გამრავლებული 4/3-ზე და გამრავლებული სიმკვრივეზე და რადიუსზე. თუ ამ პლანეტის რიცხვით მონაცემებს მის სიმკვრივეს 2500 კილოგრამ მეტр კუბს და მის რადიუსს 5000 კილომეტრს, რაც არის 5 მილიონი მეტრი ჩავსვათ ამ ფორმულაში, ჩვენ მივიღებთ 4π გამრავლებული 6.77 გაყოფილი 3-ზე, გამრავლებული 2500-ზე და გამრავლებული რადიუსზე, რაც არის 5 გამრავლებული 10^-6 მეტრი. და როდესაც ამ რიცხვით მონაცემებს დავთვლით, საბოლოო პასუხი გამოვა 3.59 მეტრს ამ კვადრატით დაახლოებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პლანეტის ზედაპირთან რომ სხეული ვარდებოდეს, ყველა ერთ წამში 3.59 მეტრ წამის სიჩქარე მოემატებოდა თავისუფალი ვარდის სას. რაც შეეხება დედამიწის შემთხვევაში, ეს უბრალოდ დამატებით რო განვიხილოთ, დედამიწაზე ანალოგიური ფორმულა მოქმედებს და გვექნება Gm გაყოფილი r კვადრატზე. G არის 6.77 ეს არის გრავიტაციული მუდმივა. გამრავლებული დედამიწის მასაზე რაც არის დაახლოებით 6 გამრავლებული 10^-24 კილოგრამი, ანუ 6 მილიონი კილოგრამი. გაყოფილი 6400 კილომეტრის კვადრატზე, ანუ 6.4 გამრავლებული 10^-6 მეტრი. აუ ეს კვადრატში და დაახლოებით გამოდის 9.8 მეტრ წამ კვადრატი. დედამიწის ზედაპირზე თავისუფალი ვარდის აჩქარება. რა თქმა უნდა, ხა დედამიწა ზუსტად ბირთვი არ არის და ოდნავ გაწელილია ეს ბრუნვის გამო. ეკვატორზე გამოდის თავისუფალი ვარდის აჩქარება, რადგან ცოტა გაშორებულია. ეს თუ დიდი გაშორება იქნება, თავისუფალი ვარდის აჩქარება ცოტა პატარა იქნება. დაახლოებით 9.79 მეტრს ამ კვადრატი გამოდის და პოლუსებთან გამოდის 9.83. და 9.79-ის და 9.83 საშუალო არის 9.91 მეტრს ამ კვადრატი და ვამბობთ ხშირად რომ დედამიწაზე თავისუფალი ვარდის აჩქარება არის 9.91 მეტრს ამ კვადრატი. ზოგიერთ ამოცანაში ვიყენებთ 10-ს ტოლს დიდეს 10.